როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი მანქანა და როგორც გავიგე რომ ჩვენი მანქანა უკვე გამოვიდა. ბევრი ნიუანსი არის რის გამო ვიყიდეთ ამერიკაში და თქვენს წინაშეა 425. და ალების სამხედრო. მთელი მანქანა მიავაწყე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მორიგ ჩემს ვიდეოს. როგორც იქნა ამდენი ლოდინის პრობლემების შემდეგ გამოჩნდა ჩვენი მანქანა რა და ანუ ვეღარ მოვითვინე უკვე ანუ შეიძლება რომ ხვალ ჩამოსულიყავი, მაგრამ როგორც გავიგე რომ ჩვენი მანქანა უკვე გამოვიდა და დაბინავებული არის, ეგრევე დავგაზეთ თბილისიდან და წამოვედით დასავლეთში რა. და თქვენს წინაშეა ჩვენი E46, რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდით და გამოჩნდა რა. ანუ კოპარტიდან ეგრევე მოვიპარეთ მანქანა, ვიჩუქეთ რა, $25 წამოვიღეთ რა, ცენტები გადავაგდეთ და მოკლედ ჩვენთან არის რა, ჩვენი მანქანა ძალიან მაგრად გამიხარდა. ეხლა ბევრმა ის არ დაიწყოს რა, E46 ამერიკიდან და რაღაცა და დაზიანებულია და რაღაცაო რა. არაფერი არა რა, პალიროვკაში ამოვა ისეთი დეტალები არის ყოველ შემთხვევაში. ეს დეტალები ანუ ისედაც არ მემიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ არაფერში არ გჭირდება. მოგეხსენება დრიფტის მანქანა, აუცილებლად ყველაფერი შეიძლება დრიფტის მანქანას და იქნება ფიბერი. რაც მთავარი არის, ანუ ბალკანო ეს ლანჟერონები რა, რამები რაც არის შეხებული, საერთოდ არაფერი არ არის და იდეალური ზარა არის რა. ბევრი საინტერესო დეტალები ჩამოყვა, ბევრი aftermarket ნაწილები. ვიდეოს გადაღებას ვერ მოვითვინეთ რა და დავიწყეთ დღესვე ვიწყებთ რაღაცების დაშლას, რომ მანქანა დავქოქოთ და ძრავის ხმა გავიგონოთ. ანუ ბევრი ნიუანსი არის, რის გამო ვიყიდეთ ამერიკაში ეს E46. Არის ქოქება? ანუ სტარტას არ ადრიალებს. დაქოქე. ფოტოგრაფი რა ჩალიჩობ. რა ვიცი, მაგრამ ყველაფერს. სახში გამოძახებითაც მუშაობ. ეს პირველადი დახმარება მანქანის რომ დაიქოქოს ხო? ხო, ანუ გვეგონა რომ ჩიპი დაკარგული იყო, მაგრამ სტარტერის ხმა გავიგონეთ. აჰა. არა, ახლა გასაღება გვიმტყუნა. და ეს ყვითელი კიდე ვინც დააგო, იმას მოვიკითხო. ამერიკაში. 425. აი რადიოლას მეჩალიჩებ. გიდრავლიკა, აუ ზეთმანთო. თუ ეს ასეა, ანთები. არ ვიცი მართლა ანთები. ის არ ჭირდება? შო რა, ეგრევე. ხანდა სოფტაზე. ხო. საათი. მულტი რულიც მუშაობს. გიდრავლიკა არ გვაქვს პროსტა. ზეთი არ გვაქვს. ზეთი ჩაქრა. მოცურება სულგათი შული გვაქვს. ესეთ მდგომარეობაში გვაქვს ჩამოშლილი. ნუ უბრალოდ იმიტომ რომ გაგვეგო ძრავი როგორ მუშაობს რა. მეორე დღეა უკვე ჩვენი მანქანა გუშინ დავქოქეთ, მაინც ანუ ვერ მოვითვინეთ და ეგრევე ხო ჩამოვედით თბილისიდან, დავეცით ეგრევე მანქანას და რაღაცები მივშალ-მოვშალეთ, მოკლედ რა. ჩამოვიყვანეთ მე გუშინ ეზოში და უკვე დღეს დილითვე ეგრევე გავარდი. რადიატორი დაგჭირდა, პროპელერი და ნუ ეკრანი, всё, დანარჩენი არაფერზე შეხებული არ იყო რა. აი ხამა ყველაფერს დავაყენებთ, ახალ კაპოტსაც დავაყენებთ. ანუ ისე გავამზადებთ მანქანას, რომ გადაადგილებისთვის ამე პრობლემა არ იყოს რა და ეგრევე დავგაზავთ, დავაწვევით თბილისში რა. უკვე ნელ-ნელა მიეხედება ჩვენს ახალ პროექტს და ახალ დრიფტ კარს. დანარჩენს უკვე ნელ-ნელა ვიდეოში ნახავთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. რა ჩალიჩობ რა. და ეგ არ იმუშავებს ეგრე რო იცოდე. ეგ რასაც აკეთებ. როგორ მუშაობს? ყველაფერს კარგს ჩავასხოთ, ნუ გავიყვანოთ აქ. კაი, რაზე გადავდივართ ახლა? რადიატორზე? ეგ რადიატორის წინ დგება ისედაც. კაი, ძველი სადა ამისი. გადავედით ახლა წყლის სისტემის მოგვარებაზე. რადიატორებს დავაყენებთ. გავსინჯავთ ხო ყველაფერი მწყობში არის, ცოტა ხანი ისე ვამუშავებთ ძრავს რომ ტემპერატურები დაიჭიროს კარგად, სადმე ხო არ აპარებს, რამე ხო არ გაზდის.
გავიყვანთ, გავატარებთ. და შევრავი, ანუ მე მგონი წინასხვილის ვიზუალსაც ბოლომდე ავაწყობთ და წავალთ ეგრევე თბილისში უკვე რა. როგორც კი ჩამოვა დუგები, ეგრევე ვიწყებთ მანქანის მომზადებას, გადუგვას და ანუ დაიწყება პროექტი რა ნელ-ნელა. ნელ-ნელა, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემების გამო რეალურად ამ ნაწილები თავის დროზე არ ჩამოვიდა რა. და მაგიტო გვიწევს ეგრე პერიოდის გაწელვა რა, დროის გაწელვა რა. ჩვენ პროექტსაც შესაბამისად აგვიანდება მაგიტო. ილოია ფოტოგრაფი. მექანიკი, როგორც გინდათ ისე დაუძახით. ელექტრიკი. ხებავი. ლესავი, ვეიტან იზოლაცია. მოიტანე. ეგეს ახლა ამის არაპროფესიონალიზმში არ შეგეპაროთ ეჭვი უბრალოდ. პაიანიკი როგორ არ ვიცი სწორად და არა გვაქვს აქ ადგილზე. ადგილზე არა გვაქვს რა და უბრალოდ დროებითი არის ყველაფერი რა. როგორც საჭიროა ისე რომ გაკეთეთ ეს ელექტროობლოქი. სული გაქვს გავარდებით. შემზე მეტად შენ გაქვს მე მგონი ისა. სულის შეხუთვა რომ ლიჯბი ახლა დაგხვდა და გაიყვანო გარეთ. მე მინი იდეალურია. სადღაც დაიწვევი და მე რატო დაიწვა მანქანავს რა. ჩემი გაკეთებული ჯერ არაფერი დამზარა. პირჯვარი გადავიწერე. მოკლედ. წყლები დაგვიყვა რა ჩვენო მანქანა მიხარა. რაც მოვიტანეთ რადიატორი არ გამოგვადგა რა. აი ამ დიდამ რაღაცის გამო. აი აქ რაღაც ზაგლუშკა აქ ანუ 30-ნაირი მოვიტანეთ შევცვალეთ რა. და მომეშალა ნერვები ბოლო-ბოლო წავედი და ვიყიდე ახალი რადიატორი რომ არაფრის ძიბნა შეცვლა და რაღაცები არ დამჭირვებოდა რა. რეალურად ეს არის ტაივანი რა ვიჩინური როგორც გინდათ ეგრე დაარქვით ანუ ამის დაყენება არ მინდოდა და ორიგინალი რადიატორის დაყენება მინდოდა მაგრამ ნუ ეს პრობლემა რატომღაც ამ 2 საათის განმავლობაში ვერ მოვაგვარეთ და მოვიტანე ხა ახალი რადიატორი დავაყენებთ რადიატორს და უკვე დავქოქავთ მანქანას და გავიყვანთ რა ეს ზერსკი კაპოტის მოიხსნება რა ძალიან მაგარი ვიზუალით რო არის ამასაც მოხსნით და გავრეცხავთ რავი რაღაცებს შავრეცხავთ გავასუფთავებთ წყლის სისტემასაც გავსინჯავთ სადმე ხო არ აპარებს წყალი ხო არ იყურება რაღაცა და всё რავი რა აუ ეხა რიხინდა ამანი მე ახლა დაიწყო რიხი დავქოქავთ უკვე მანქანას და ერთად გავტესტოთ მე და ბევრი მაიმუნობები და მეორეში გამორტყმები და ისინი უნდა გაიტესტოს დღესვე რა თქმა უნდა ანუ იმის გამო ჩამოვედით ეგრევე ღამის 4 საათზე რომ ეს ყველაფერი მოგვიყომარებია რა გაგვიკეთებია და მე როგორც BMW-ში ტიკურად როგორც საჭიროა ეგრე ვიხმაროთ ჩვენი მანქანა. სხვა ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვიწყებთ ჯერ, იმიტომ რომ აი ძალიან გაიწელა ნაწილების ჩამოსვლა რაღაცეები რა. და ნუ პირველ რიგში დუგების დაინსტალირება უნდა დაგვეწყო, ესე რომ ვთქვათ. და ეგ ყველაზე მეტად გაიწელა რა, ანუ არ ჩამოვიდა და არ ჩამოვიდა. როგორც კი ჩამოვა, ჩვენ მანქანასაც განვაბაჟებთ ამასობაში, დუგების დაყენდება და გავაგზავნებთ უკვე პროექტს. რაღაც ედება. მე ხო არ წეთავს. ნაუ ეგრე ჯოჯირობით არ ეთყობა არსად. ერებოია ხა ნახოთ ვამინებ რომელი რა. money. კაბინეტს ნახულო? ეს ვარ ჩამოვარდნით. ეს დასაჭერია. დასაჭერია არის, ნახე. ეხლა გასწორდა უფრო არა? რა, ხალავინ აღენ. ვახტის ხალავინ აღენ. რა? კაბინა. შეერთე? აი, სხვაზე ცადი, აბა ერთი წამი შეერთე იყოს. ხო. ყველა გასინჯე. არა, იმენა ისა. არა, დაუჭირე რა და ერთი ის რა, თუ მოდი, გაბინაზე გაიგო. სვეჩი, აი ჩააყრე.
რა ვქნათ იცი? მოიცა ბაბინა გადავანასტოთ. ხო. თუ იგივე პრობლემა აი რა. აი ათიანი. ათიანი გალოკა. ხო უკან აგე. მოკლედ ერთ ცილინძრზე გვაქვს მერენგოი და აღმოჩნდა ალების სანთელი სვეჩი. ნუ გექცი. Просто მეუნებიან ხოლმე რომ არაფერს არ აკეთებ მანქანასთან რაღაცა შინ პროცესში რო იყო ეს ისო და ხელებზე ხომ ეთყობა просто აი რა სიტუაციაში მთელი მანქანა მიაბაწყე. მთელი მანქანა. აწყე თუ დაშავე. წვალი. არაფასები რა ამ ყველაფერს და აი ნახე ძმა. ზაზორა შაკო. ოდნავ გაზარდე? ხო, ანუ იგივე არის. შო, მე რა გინდა? ანუ ლუდი ისე გვიყვარს. შესაძლებელია აქ რომელიმე კომპანიის რეკლამა ყოფილიყო რა. ასე რომ კომპანიებო გამოგხიზლით ცოტა. ამდენს შრომობ წვალობთ ხალხი. ისე უნდა მეთქვა რა. ვინც ანუ ყურადღება არ მაქვს ეხლა ამ პროცესზე რა. ერთი სული მაქვს, როდის გავიყვან მანქანას და რეალურად ეხლა ამას არაფერი ემოცია არ აქვს, მაგრამ მონატრებულზე მაინც გაასწავლებს რა, ისეთი სიტუაცია იქნება, რომ BMW-ში ნიკურჩატესლები ჯდომა და რაღაცეები, ეხლა იმენა შენ კი არა შეჩემა 4 თვე გავიდა, მგონი აღარ მისრიალია და არაფერ მანქანასთან აღარ მჯდარო ამ მგონდა. მითხრა დავქოქო? არა, ორი ჩარ. დავქოქო? დავიდი, ჰე. დავაი. გამოვიყვანეთ ჩვენი მანქანა გარეთ, პირველად გავიარეთ უკვე რა და პირველი ემოციები იყო და რაც არ უნდა თქვა 3-დან 0 არის რა. ეხლა რაღაც განსაკუთრებულს აქ ვერაფერს ვერ მოუთხოს, მაგრამ ნუ გამიხარდა ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ ამერიკაშივე არის დანასტროიკებული ჩვენი მანქანა, აბაროტები ჩაწეული, რაღაც მომატებული და ცხენის ძალები ერთი 23 ცხენი და 22 ნახევარი და რაღაცები არის რა. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი კარგად მუშაობს, სულთად მუშაობს. ეხლა წავიყვანთ, ანუ პირველად გამოვიყვანე ეხლა რა, რაც ნახეთ კადრში და რაც გავიარეთ. წავიყვანთ რაღაცებს შავრეცხავთ, გავასუფთავით, ნახავთ თუ რამე ზეთები რაღაცები საიდან აქციებს გავიგებთ. წავიყვანთ ეგრევე მე რაც მთავარია აუცილებლად დავასერვისებს, რაღაც რეზინები იქნება, სალნიკები იქნება, ეგეთი რაღაცები ყველაფერს მივხედავთ აუცილებლად და მოვამზადებთ უკვე მანქანას გასადუგად რა. ნუ პირველ რიგში ეგ უნდა მოხდეს, თორე ფიზიკურად მანქანას ვერ განვაბაჟებთ. ეს ახალი კანონი არის სხვათა შორის, ვინც არ იცით, ვისაც გსურთ ძველი ავტომობილის ჩამოყვანა და სპორტული დაწესებულებისთვის, ასე რომ ვთქვათ, მოიხმაროთ ეგ ავტომობილი, ჩვეულებრივად შეგიძლიათ განაბაჟოთ, ოღონდ უნდა მოამზადოთ, რაც მთავარია სპორტული შეჯიბრებისთვის, ან სპორტული დისციპლინისთვის. სადაც აპირებთ სიარულსა, სადაც გინდათ რომ იაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიაროთ დრიფტი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში გაიდუგება ჩვენი მანქანა, გამზადდება ფაქტიურად ყველაფერი, რაც საჭირო იქნება სალონში, ანუ ჯერჯერობით ძრავი დარჩება იგივე რაც არის ახლა 3-დან 0 და ყველაფერს ამ პროცედურებს როცა გავივლით, უკვე დავიწყებთ სვაფს და მომზადებას უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის. ეხლა წავიდეთ კიდევ გავრეცხოთ ჩვენი მანქანა. მოკლედ ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ რეალურად რაც გვაინტერესებდა პირველ ეტაპზე თუ რა მდგომარეობა იყო მანქანის, ანუ რა მდგომარეობა იყო ჩვენს მანქანაზე, ყველაფერი ამოვხსენით, ესე რომ ვთქვათ. ძრავით იდეალურად მუშაობს, ანუ ყველაფერი კარგად, ანუ თავის ადგილზე არის, ანუ არანაირი პრობლემა არ აქვს მაგ მხრივ მანქანას. ეხლა თუ არ გავითვალისწინებთ მხოლოდ წინა ვიზუალს, კაპოტს და ბამპერს და ეგეთ რაღაცებს რა. საერთო ჯამში კარგი მანქანა ჩამოვიდა, რასაც ველოდებოდით და ბევრი საინტერესო დეტალებიც მოყავს სხვათა შორის და მაგას უკვე შემდეგ ვიდეოებში ნახავთ, უკვე როცა დავიწყეთ ამ მანქანის მომზადებას, რომ გახდეს დრიფტის, აი სარბოლო მანქანა, ბოლიდი, დრიფტის ბოლიდი რო გახდეს, ესე რომ ვთქვათ. არხის გამოწერა რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. უკვე აქედან მივიდივართ პირდაპირ თბილისში. და ჩვენი მანქანა უკვე შევა სერვისში და დაიწყება აბსოლუტურად ან მანქანის დანაკუწება და დაშლა როგორც საჭიროა რა. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა სალონის, იმიტომ რომ პირველი ჩვენი მოთხოვნა ეგ არის რომ უნდა გაიდუგოს მანქანა რა. დანარჩენს უკვე ვნახავთ ვიდეოებში.
Music licensing reimagined.